მოგესალმებით. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი დახარ? აი იღედე. წყალი მწყუროდა და დამავიდა. რა ჩვევი ბიჭო და მეტაკი. ეგვაშლი აქ წამოიღე, თუ გვავიწყდება გატანა. ანდა წავიღებ მე. ეგილი 5 ცარიელაა, ხო? 5 აღარაფერი აღარ არის? გადის უკვე ნენელა. მიწურებ. რა თქვი გვაქვს აღიდან? დებილოს დამცხრები არ ვეთავინახე. არ მომწონს იქაუნა მცხრები. არა მე მომწონს რატო? კაი დამცხრები. თორცე მინდა გადავიდე. მაგრამ რა თქვი თორთი ჯობია თორთები უკეთესია. ორი პატარა ტორტი რო ვიყიდო გიორგი საკმარისია. ან დიდი. რა ღირს ტორტები დი? ჰა. ტორტები მე არ ყოფილი ტორტინში. თუ რა ქვია ტორტინი? ტორტინი არა ბორტინი. აი მე რაღაცაა თავის დღეს ხალხნო ნახევარი ის გავთიბე ნახევარი დამჭა კიდე ნახევარზე მეტი დამჭა გასათიბე ეგრეა ჩემი საქმე უტრიალა უტრიალა კიტრინავი რატო უტრიალა იქით მიტრიალა და მიქით მიდის ალბათ ეგრე წასასვლელი თურქული იყო ეხლა არა წეღანკი წეღანა ქოითხოვ რო ვიყავით მაგრამ ნუ შმაშული შმაშაშმუშ ტარაჭა ხმა ხომართლა რა მინდოდა თქმა ხელფასს რო ავიღებ ეხლა და მე რიცხება ხელფასი იგი 4 შაბათს ეს არის თქვენ თემოდან მინდა რაღაცები გამოვიწერო და თქვენც გაჩვენებთ რომ ჩამოვა მე მეორე ხელფასზე ბლოკი უნდა იღიდოს რა ვიცი მიხარხნა აღარ ვიცი რა მაგაც კაცო დღეს კაი ამინდი გვაქვს ოდნავ ნიავი კი არის მაგრამ ისეთი ის არ არის კარი და უბედურება რა იყო ის დღეები მაგრამ შაბათს ისევ მეგონია წვიმა არის დღეს რა დღეა ხუთშაბათი 4 შაბათი არ ვიცი კონი 4 შაბათია აღარ ვიცი კალენდარში რა ვიცი მე ვიღარ ვიგებ რა არის მე დღეს ტელეფონი არც ამიღია და აღარ ვიცი რა არის ის არის რა ქვია კალენდარს სულ არ უყურებ მე იო წამი წამწამი და თვალთან აი ესე აიწია აქეთა ის წარბი ვიდა ეს მoni თვალში გაგიჭხირება თქვა რა წარბი ქონდა ასე ჩამოჩაჩული და თვალში წარბი რა ქონდა ასე აქ აი ნაირად აგაგდე და აი რაკენი აურა წარი იყო ზრებლი წამოიჩი. ენა უდოდა ახლა რა ზეკნა ახლა ასე.
მოიხიდა ჩამოჩაჩულიაო და რა მოიღე ბეჭა რა მოიღე მაგლა აიწია ასე ბიჭო ასე კი ნუშრებ დაბლა ის მინდა რა ქვია ეს რო არის მეწარმები დასაფიქსირებელი კრემი რო არის რაღაცა რო არის ის უნდა წავისო დაიფიქსირო წარბები ასე აი პრინცემ სუდრა და ჯერსი არა გაგდასუთა და დაიპუტო არა გურემა ჯაშილი წარბები ერთი ახანა გაკნახევარი აქტელიანად აკაკ მობრუნდი აბა მობრუნდი რაღაციგებს რა ხიტენი ვითვაკაჭა რაღაცანაირად ხიტიანი წარბები მე ხიტიანი წარბები და იხა რა ხიტიანი რუხიტიანი აი მე მაიმუნა მხარხო და წეგანა იმას უყურეს ტელით გავსკადი სამანებე თავი რა ვიღაცა რო შვიდს მოგიკალავს უპრაგონოთ ხო ვაიმე რა ჭკუაზე უნდა იყო და დათხარო ძირიანად თვალები ამოუღვა და ტოუსუთა დაბრმავებული სიკვდილზე უარესი უნდა გაუკეთო კი არ უნდა მოკლა უნდა გამოთხარო ძირიანად აი ძირიც გრამთვალი არ ისეთი რაღაცა უნდა გაუკეთო რომ მთელი ცხოვრება იმას აქნას რა ქვია სინანულში იყოს ვიღაცა გათახსირებულმა გოგო მოკლა რა ვარი ბიჭი თახსირი მართლა ჰა რავი ჩაშან იყო თუ როდის იყო ჩაშან გო წეგანა ნანუტას უყურებდი ნანუტას ხავდა ნანუკას ხავდა მოყვანილი ნანუკას ხო მოყვანილი კი რაღაც ჭუიდან შევიშალე ხალხნო რა ვიღაცა თახსირი მაიმუნი გარყვნილი გატიალებული მოგიკლავს შვილს თან ღლაპი მაიმუნი ჰა და გულში ჩაკრა ისე 9 მეტრიანი ის ქონდა რა ქვია ჭრილობა თუ 9 მეტრზე იყო და დანა ჩასული ვაი ხო ჩავიწყი ამოიტანა სპეციალ მე ამოაძრო დანა გიორგი და გარეცხა გარეცხა ტვინი იმას როგორც გარეცხილია ხო დაიჭირეს აგრე უჭუბზე მაგრამ ადამიანს კი არ უნდა გამოუშო და კიდე დედისთვის ასე ვთქვი გამოვა და მე შენ გნახაო ესე აქეთ რო იმუქრება აქეთ რო იმუქრება არ უნდა მოკალა მართლა რა არის როდი გამოვა და არა შოუ პატრონო და შოუ მსგავსო და უნაირო ადამიანო ღმერთო მაპატია აი როგორ უნდა აი როგორ უნდა იმას ქრას მშობელმა როგორ უნდა აიტანოს ისეთი აუტანელი ადამიანი უყურებ ხო რომ შენი შვილის მკვლელი ზის და უნდა მიყავისფალია როგორ არ უნდა იტყვა და იცი რა მაინტერესებს აქამდე ვინც სადაც კიდე რამდენს მოუკლეს შვილი რამდენ ქალს მოუკლეს შვილი რატო არავინ ხმა არ მოიღო მითხარი აქამდე რატო არ მოიღეს არ ვიცი ხალხო ეგ მიგვეს აქამდე როგორ გაჩუნდნენ აი მე ხმა რო მოიღო თუ აღარავინ მოკვდებოდა აქამდე ხო არ მოვიდოდით არ ვიცი რა როგორ უნდა აიტანო დედა შობელმა შენი შვილის მკვლელი როგორ უნდა აიტანო მე რა სამოფაი არ ვიცი რა მარტო ბიჭზე არ არის აქ საუბარი გოგოც რამდენი მოკლეს ხო რამშულობა აქვს ახლა გოგო და ხმა რატო არ მოიღეს არც ერთმა მე იმ წუთში ის მომენტი ვთქვი რომ ვითომ თურმე ქმართანაც ყოფილა კიდე დაქალის საქმროსთანაც ყოფილა
კიდე რამდენი და კიდე ამასთან ყოფილა მე ახლა ამასთანაც იყო ქმართანაც იყო და და ქალის ქმართანაც იყო საქმროსთან კიდე სხვებთან ღმერთო ჩემო რა ჩანდაბა არის ხალხო რა უმეტურება თლად გაყოლილი ყოფილა ეს გოგო კი ტიკტოკერი ჩირო ვიდეოს და კი ეთქობოდა რაც იყო და რაც იყო ეს გოგო კი ეთქობოდა საქციელებით რა ტიკტოკებს იღებდა სიკვდილი და ამოწყვეტ არც მის ტიკტოკი მინდა და არც მის იცი რა ტიკტოკებს იღებდა ქურდულ სიმღერებზე რო იღებენ ხოლმე აი რუსული სიმღერები რო ქურდული ხო იცი ეგეთებზე იღებდა ვიდეოებს ასეთია ქურდის კაცის ბედი და რაღაცა სიმღერები რა დოლია ვარასკაია თუ რაღაცა ჩანდაბა როა ეგეთო ამ ბოლოს ეგეთო სანამ მოკლავდა მაგ ბიჭს დოლია ვარასკაია ახლა კონდეს მიდი ახლა იმათან რა ქვია იმ ბიჭი ხალხი მიწაშუნა ჩავიდეს და აღარ უნდა მოვიდეს თალ ის მაინც სუნთქავს და ისაც ცოტავი ადამიანი ამოაფარა შავმიწას მე რა საშინელი ამბავი არის წარმოგიდგენია ვიღაცა არა უმსგავსო და უნაირო ადამიანი რო ადამიანს არ აკავს ადამიანს რო არ ქვია შვილს მოგიკლავს რა ჭკუაზე უნდა იყო რა გონზე უნდა იყო და მშობელი რო თავის მკვლელ შვილს რო ხელს აფარებს მე არ ვიცი და გიგაიანის იმაზე რო დაიჭირეს 15 წელი ვერ გამოღო ჩემი შვილიო და იმის დედა იცახო და 15 წელი ვერ ნახავ ჩემ შვილს 15 წელი კი არა ის ქალი რო სამუდამოდ თავის შვილს ვეღარ ნახავს ხო და სამუდამოდ რო მოუწევს რო მიწას დასტიროდეს ხო ის 15 წელში მაინც გამოვა და სადაც არის სუნთქავს და ისა რომ მიწაშია ხო აი წარმოგიდგენია აი რა ჭკუაზე უნდა დარჩი ადამიანი აი არ ვიცი ვისაც ღმერთო არავის არ გამოაცდევიო შვილის სიკვდილი როგორი სიმწარე პატარა იქნება თუ დიდი შვილზე მწარი ასე მოლე ცხოვრებაში არაფერი არა აი არავის არ გამოაცდევიო როგორი საშინელებაა და არ ვიცი რა ჭკუაზე უნდა იყო კიდე მე არ ვიცი ღმერთო არა არც ერთ დედას არ გამოაცდევიო შვილის სიკვდილი რა და კიდე შენ მკვლელ შვილს აფარებ ხელს აბა რატომ უნდა დააფარო მკვლელ ადამიანს ხელი მე არ ვიცი შვილი კი არა ვინც გინდა იყოს 15 წელი ვერ ნახავს ის 15 წელი ვერ ნახავს და ის სამუდამოდ რო ვერ ნახავს იმ შვილს ის ციხეში ვაიწყო აიმაზე და დაინახავს თავის აიმნები რო არის ხოლმე ხო თუ რაც კი არ ვიცი ხო წარმოგიდგენია ის ციხეში ვაიწყავს თავის შვილს და ის ციხეშია და სუნთქავს და ეს ბიჭი სამუდამოდ რომ იცაშია და ვეღარ სუნთქავს ხო ერთ-ერთია ხო აი მართალია გინდა წეთი გინდა მეორე გინდა მესამე რა მშულობა გვიც მოკლეს ისინი რომ სამუდამოდ ვეღარ ნახავენ თავის შვილებს კი მშობელია ძალიან ძინაზე რო ყავდა ამის ძნელია რომ შვილი ესეთ მდგომარეობაში ჩაგივარდება და ძალიან ძნელია ყველა მშობლისთვის ძნელია მაგრამ არ უნდა დააფარო შენ შვილს ამის წინ რო ისახავდა რა ქვია წინ რო ყავდა კიდე ამის წინ გოგო რო დღეში წაიყვანა და მოკლა გინდა წეგ დღეში წაიყვანა მოტყუებით გოგო და მოკლა და დატოვა იქვე არ ვიცი თუინი კიდე ქმარება მარამდენი გოგო მოკლეს დენი ვიტირე წაღანა ის ხალი რო ყვებოდა რომ რა გული უნდა გაგიძროს მე ვერ არ ვიცი ალბათ გული ქვავდება კიდე როგორ ლაპარაკობს
ხო, აი ვაიცარი. რა ჭკუაზეა დარჩენილი? ან ერთი, ან მეორე, ან მესამე, ან მეოთხე. ხო, ნებისმიერი ადამიანი. მე როგორ აღარ ჭკუაზე დარჩენილი შვილო, ангелოზი ჭავ. ალბათ გული ადამიანი გული ალბათ ეგრე არის, არ ვიცი, რა ვიცი. მე არ ვიცი. და კიდე უდანაშაულ შვილს რომ ვინმე მოგიკლავს. ნებისმიერი ადამიანი გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი და გინდა ვინც გინდა იყოს. აი არ ვიცი რა, ჭკუაზე კი არა, აი შენ თვალები თუ რა ამოჩი. აი მაგალითად, ეხლა ავიღოთ გოგოზე, გაათოვე, გოგო ხავს შვილი, გაათოვე. და ერთ დღესაც გგონია რომ დაგხელში ჩააბარე და ერთ დღესაც რომ მოგიკლავს შვილს. არ უნდა მოკლა. კი მესმის. ძალიან რთული გასაგებია, მაგრამ რა აბა რანაირად რა უნდა მოქნა რა ვიცი. და კიდე ხმას რომ მოიღებენ, კიდე ისიც არ უნდა მოიღებენ. ხმას რომ რაღაცას იტყვი და რაღაცას გააპროტესტებ, ისიც თურმე არ გაგუფლება, რომ ხმა ამოიღო. იმასაც არ გაგუფლება. რა ბზუისა? გამოვიდა ამინდი და გამოვიდა ესეც გარეთ. ბზუა და ბზუა ტრაქტორია თუ რომ მოტოციკლეთი. მოტორელა. რა ვიცი ხალხო, რა ვიცი. მე ჭკუაზე ვერ მოვდივარ და ვერ მოვდივარ აზრზე, რა ჭკუაზე უნდა დასჭეს შობელი, რომ უდანაშაულ შვილს რომ მოგიკლავენ რა. ის ბიჭი სპეციალურად წამოვიდა, რომ არ კომპლექტი არ მოსულიყო რაღაცა და დეეწია მე-5 სართულზე და ხო და მოკლა. და ნიდგავე კიდევ და რო აღიარებს კიდეც. და დაუძახა მოსტრიალდა და ჩასწხობიდა გულში. ჰა 9 მეტრზე წავიდა თან მithuides 9 მეტრზე კონდა. ასე გამეტებით რანაირად ესე როგორ ჩაარტყა. ისენ წარით გიორგი რომ გაუქანა და პიტა გულში თხლიშა. მე თან იმას ხო რაღაცა იწმევოდა შიგნით. წარმოგიდგენი, აი მაიკეს შიგნით გაატარა 9 მეტრში წავიდა, წარმოგიდგენთ და ამოიღო ის ჭრილობა. დანა. წავიდა და გარეცხა. წავიდა და გარეცხა. თან ისიც დატოვა და მე რო ურიგავს დედას რო გულის მასაკნავ რა ქვია. გაუჩე. გულზე გაახდა ცუდად. გული გაუხდა ცუდად. დედას რო ურიგავ. ნეტყვი ბიჭმა ნახა იმის რაღაცეები და გაიგო და იმითო და რო გაიგო იმითო მოკლა. რო წავიდა არ უნდა და კომპლექტი წავიდა ისე თუ მოშორდებოდა და რას მოშორდები. მოკლა ადამიანი სულთად გააქრო ქვეყნიდან. თას რა ამბავი ფრენებია რა ამბავი სამიდიან აფრინხა. დაბრუნდით ცოტა მოდით აქ კაცო. რა ვიცი მიდიან და დაბრუნებული აღარავინ არის უკან რა ვიცი მე. ხო აბა წარმოგიდგენი აი რა ცხოვრება უნდა იყოს ახლა აი მთელი სიცოცხლე უნდა გახსოვდეს ის კოლელი ის შენი შვილის udanașaul შვილი მიწაში არის აბა რა ჭკუაზე უნდა იყოს ადამიანი
ეს მკვლელი ქემა იყო სუნთქავს. ზოგი ჩემი შვილი 9 წელი და 6 წელი და 10 წელი ციხეში უნდა იყოს და 15-20 წელი. ის მაინც სუნთქავს და ის დროს ერთად ვერ ასუნთქავს. სუნთქავს. დაღუპე და გაანადგური ადამიანი. მთელი ოჯახი მოსპევი. დედას დაადო, დაღიმის, რა ქვია, ტკივილის. მთელი ცხოვრება ძაძები უნდა იწვას. და კიდე იმას რო იძახი, რომ სასამართლოზე გამოვარ და განახაო, კიდე იმას ევუძე. აბა გაგიეთმე რამე. გამოვხანახო კი არა, მივარდო და ბეტამერ დავკრავდი იმას ტალღში. დავარიყიანები იქვე და ვხდიდი, მაგრამ ვინ მიგიშვებდა იქამდე. ამერიკაში შვილის მკვლელი დედა სასამართლოზე მოკლა. ეს როლა არ დაიჭირეს უყურე. ძალიან კარგი. აი ეგრე უნდა იყოს. რაჭყოზე უნდა დარჩე, რა ვსვე, ჩემი შვილის მკვლელი შეიძლება ბინაკოს იქ მაინც სუნთქავს. ოთახში კი არა, სადაც გინდა იყოს. სასუნთქი გზები უნდა ამოუკეტო მაგნაი ადამიანს. სასუნთქი გზები. სულ ამო რა ვთქვა იმ ქალის შვილები არ ასუნთქავენ, ისე არ უნდა ისუნთქოს. იმის მკვლელმა კიდე. მართლა. კი, უფალმა მიუტევეო, მაგრამ აი ღმერთო დალოცვილო, შეიძლება აი ძალიან რაღაცა ცუცა მიუტევო, როგორ უნდა მიუტევო ხალხმა, აი რა ვიცი, შეიძლება გამომტყუნოს, როგორ უნდა მიუტევო ადამიანს, როცა შვილს გიკლავს. აი იმ ადამიანს როგორ უნდა მიუტევო, აი მითხარით ერთი გამაგებინეთ, აი როგორ უნდა მიუტევო, მიუტევებ ადამიანი? თუ ნორმალური მშობელი ხარ და რა ვიცი, მე მგონია მე ვერ ვიზამ მაგას რა. ღმერთო, ჯვარი დამწერეს, ღმერთო მაგისგან დალოცვილო, ჩემ გიორგი 1000 თავად მიქციე და ჩემი შვილი გაამრავლე და გაახარე და კარგად ამყოფე. ნებისმიერი შვილები კიდე, იქაც ჩემი შვილი. აი მითხარით, აი დაწერით კომენტარებში. უფალმა. ვიცი? სასიხარი ხავავი სულია. აი წყალმწურია კოსტა რა. ხო, აი ცივწყალი თუ არის, აი რა ვიცი, მე გადრობელა თუ არა. აი მითხარი დაწერით ხალხო კომენტარში, როგორ უნდა მიუტევო შენი შვილის მკვლელს. აი მითხარი, როგორ უნდა მიუტევო, აი მითხარი. მე ნამდვილად მაგას ვერ ვიზამ და კი, ცოდვა ვლაპარაკობ ნამდვილად და ცოდვაა, ეგეც ცოდვაა, მაგრამ რა ვიცი, არ ვიცი რა. მე ვერ მიუტევებდი, აი ის უფალი ნამდვილად ვერა. და აი დაწერეთ თუ სიმართლეს ვლაპარაკობ თუ არა სიმართლეს. ტყუილს. როგორ უნდა მიუტევო შენი შვილის მკვლელს. რა, მე ვერა, ნამდვილად ვერა. მიუტევებ კი არა, უნდა ამოუღო სული. დავარც ის ადამიანები არ სუნთქავს, ისე ის იმან არ უნდა ისუნთქოს, თქვათ. სიტყვაზე ავიღოთ, აი. რატო იმეტებ, რა გინდა? რისთვის კლავ? არ გეჩხუბება არაფერი, წავა თავის გზაზე და შენ დაეგდე შენ სიგლახავეში და სიმაინუში. რამდენი ადამიანი ეყოლებოდა ეგრე გამწარებული მაგას, მაგალ გოგოს. მაგრამ პირველი მოკლა ეტყობა, თუ შეიძლება სხვებიც აყოს დახოცილი, რაც გაიგებ რა. ალბათ ეგონა ხავით ჩემჩემოვდა. ხო, ვერ გაიგებენო რა. ალბათ ყველას ეგრე გონია იმ მომენტში, რო ადამიანს რო კლავს, ეგრე გონია ალბათ ყველა მკვლელს რო ხავით შემჩება და ვერავინ ვერაფერს გაიგებს. აი, წარმოგიდგენია ხალხმა. ალბათ სატანა უტევთ თუ რა არის, ადამიანის როგორ უნდა გაიმეტო სასიკვდილოდ. სულ რაც გინდა იყოს, აი ვინც გინდა მტერი იყოს. როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი, არ ვიცი.
რა ჭკუაზე არიან, რა გონზე არიან, რანაირად არიან, მე გადავირიე და შევიშალე ჭკუიდან. აი იმ მომენტში რა ემართებათ, აი ესეთი უმსგავსობათ, ამოიღო დანა, წამოვიდა სახლში, გარეცხა და ვითომ არაფერი. და სასტრაფო გამოიძახა და ისასტრაფოც არ იყო იქ. ძლის მივიდა ისასტრაფოც ეუნებიან იმ ქალბატონო ვინა, ვინც გამოიძახა ხო უნდა იყოს ისიც, რომ რა მოუვიდა, როგორ მოუვიდა. და მე ურეკავ დედას, საკუთარ დედას საზღვარგარეთში ყოფილა ისაც უდავიკალი, მშობლები იყოლია საზღვარგარეთში, ურეკავს, ეს შენ შულს გული გაუჩერდა უცუდად გახდა და იმაშია რა ქვია, რა შეერიო? რა ქვია, აპარატია შედებული. ხო. ურეკავს. აბა რა ჭკუაზე უნდა იყოს და. ხო? ვითომ არ არის მკვლელი და ვითომ ესე გახდა ცუდად. იბარა. წამოსულიყო, ხო არ გეჩხუბა, ხო ზედმეტი არ უთქვია. წამოვიდა თავისით. ხო? არ უთქვია არაფერი იმ ვიშ თუნდაც ისე წამოსულა იქიდან. არ უჩხუბია, არაფერი უთქვია ზედმეტი. გამოგცილდა წამოვიდა, შენ კიდე რას ეწევი და ჩარბიხარე, მე-6 სართულზე თუ მე-7-ზე ცხოვრობდნენ თუ მე-6-ზე ცხოვრობდნენ და მე-5-ზე მოკლა. ხო, ერთი ფეხი ჩამოასწრო იმ ბიჭმა და გამოეკიდა და დასცხოდა ნაკიდეც. ალბათ ამ სიგრძედან აქონა საჭაირდა იმ და გულში ასე უცბათი და ვინც ის ხელის ჩასაკიდით იმაში ქონდა გულში გარჭობი. და არის ალბათ. ტარამდე ჩავიდა ალბათ. დანახვარი ამხელა, დაახლოებით ამხელა. რა იყო ესეთი დანა? ესეთი იმხელა და რამხელა დანა იყო, რომ 9 მეტრი იმასაკ რა ქვია. იყო ჩასული გულში. ალბათ ტარით იმაში იყო გულში ალბათ ჩასული თუ რა. რა დაკრავნაირად. მე სისხლის არ დავწამოსულია იგაჭი. შიგნით ჩაიგუბა. მე არ ვიცი ხალხი. მე და მე მართა ნერვოზი. არ ვიცი ხალხი, მე ვერ მოვდივარ აზარზე კიდე, რომ აი ადამიანი როგორ უნდა მოკლა. რა სულის ადამიანი უნდა და თუ რაღაცით არის დავნაშავე, იმას აქენი რა ქვია. ხო, კანონისას. არსებობს მაგისთვის პოლიცია და კანონი. ეს უხელ პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ უნდა დაიჭიროს ეგეთები. შენ რა უფლება გაქვს, რომ განაჩენი გამოგაგა? კლა. წყალი მომენა. განაჩენს გამოვაკ ცხრილში თითქოს ჩაბერე იმ ადამიანს სულ. უფალმა რატომ მოგცა იმის ნებაში? მაგრამ უფალი არ არის მაგაში გარეული გერას სატანის მოციქულები არიან და იმას ქნა. რა გონება უნდა ქონდეს, რა აზრი უნდა ქონდეს ესეთი რომ არ ვიცი, ადრეც იყო, კი იყო, მსგავსი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ იმდენად არ იყო, როგორც ახლა. აი ჩემს ბავშვობაში მე რო პატარა ვიყავი, იმდენად არის მოდა ეგეთი ისინი, რა ქვია, ეგეთი ინფორმაციები არ იყო. და იმდენად მე არც კლავდნენ ალბათ ხალხს. ეხლა ძალიან გახშირდა. რაც
რაც მით უმეტეს კიდე ეს ინტერნეტი და TikTok-ები და ეგეთები ჩაეშვა, მით უმეტეს უფრო. რაც უფრო განვითარდა ქვეყანა, მით უფრო უკან მიდის. წინ კი არ მოვდივარ. უბრალოდ ინტერნეტში შეიძლება ვიღაცამ ვიდეო დადოს, საკუთარ თავზე ვიღაცამ აიღოს და დავდეს სადღაც და მოკლას ჩვეულებრივად. უფლება არ უნდა მოცი ადამიანმა ეგეთი. არ უნდა თქვა ადამიანზე ეგეთი. თან მერე რო იღებენ ვიდეოებს ამ რო კლავენ და სცემენ ერთმანეთს და რო იმას აშვებიან იღებენ ვიდეოს და ინტერნეტში რო ათავსებენ. მე ვიდეოს ხო ვიღაცა ნახავს არა? ადამიანი რატომ უნდა გაიმეტოს სასიკვდილო? ნებისმიერი ადამიანი გინდა იყოს. რატომ ის გულისთვის რატო იმეტებს სასიკვდილოდ? შენი უმსხავსო რაღაცის გულისთვის? ადამიანი არაფერი არ უნდა გაიმეტო არაფერი სასიკვდილოდ. მე რა ვიცი, ქათამი რო კვდება იმაზე ნერვიულობ და ადამიანს როგორ გავიმეტებს სასიკვდილოდ არ ვიცი. ეგ ხო, მე მაგას თავიდანვე ეგ კატეგორია ჩატავას არსებობს, არა არიან ეგენი ადამიანები. კიდე ილია მეორე რო გარდაიცვალა, ეხლა რო პანაშვიდები რო იყო, იმაში აქვია ერთი ვიღაცა ქალის ვიდეოებში შეხვდა. Get ready with me. პანაშვიდს ილია მეორეს პანაშვიდს წასასვლელად ხალხო. გაიმზადეთ ჩემთან ერთად, რომ პანაშვიდს წავიდე. გავიგე. შეიძლება სამსახურში წახვიდე, გაემზადო, ჩაიწვა რაღაცა. ეს პანაშვიდს გამზადება რაღა უბედურება პანაშვიდს წასასვლელად ვიდეო რა უნდა ჩაწერო. და კიდე იქ. რომ მივიდა იქ, მოვედი ხედა უკან ფონზე გარდაცვლილი ადამიანი. ვაიმე, გადავირიე ხალხო, ეგ რა უბედურება აღარ. ეგ ხო ჩანდაბასი, კიდე ეგეც კიდე ეს გარდაცვლილის ფონზე პოზიორობა და სურათების გადაღება რა უბედურება. თუ მიდიხარ მიდი ნორმალურად და ტირი ხარ, აფიშირება აღარ არის ამის საჭირო. მართალი. არ არის ამის აფიშირება საჭირო, ხო? ის ადამიანი მოკდა, ის ხო არ მოკდა ვიღაცა. რაღაცა. თავი დავანებობთ, მაგ ყველაფერს უკვე ეგ მეორე ხარისხოვანია, რომ სასულიერო პირი იყო და რაღაცა ხო და უკვე ადამიანი გარდაიცვალა. და კიდე ტაძრის სეზონში, ეკლესიის სეზონში, რომ ესე ანაგვიანებ. ხალხი რო იყო იმდენად არა ჩანდა, ხალხი რო წავიდა, ხო? სტიკაროს სნებმა თუ ვიღაცა ძერმა გადაიღეს, რა უბედურება იყო, ბოთლები, ჩიფსის პარკები, ისინი რა ქვია, პეჩენის პარკები, ყველაფერი ცირზე ხარა. ნემის სეზონში, სამების სეზონში ხალხი. და სტიკაროსნები დადიოდნენ და ბოთლებს და ებებს აგროვებდნენ. ზოგი ხო საათობით იდგა, რა თქმა უნდა ხომ მოშიდებოდა რაღაც. აგროვებდნენ ამებს, რომ ჩვენ მოგვეცით. არა ცნებდნენ იმას, შენ რატო უნდა მოგცეო? იცახოდნენ ხალხი, არა ცნებდნენ, ძირდნენ ხდიდნენ ძირს. იმაზე რა ქვია, ეკლესიის სეზონში. აქ მეორე უნდა დაგვიდგეს და მეორე? ხო. ორი უნდა გოხდეთ. იმიტომ რომ დამიტან ბევრი ნაგავია და ბევრი ივსება და მაგითო. ივსება გიორგი და თანამედან. ახლა ტრასა არის, ვერავის ვერ დაუშლი იმას ნაგავს ჩაგდებას და ვერ დაგდებას ისე უნდა ჩააგდოს, ისა ჯობია. ხო ჯობია. ჯობია როგორ არა ჯობია. ხო და ვერავის ვერ დაუშლი რომ შენ ჩემ მურნაში არ ჩააგდო, მაგრამ გამოვლენილი რომ იმაშვება ვერავის ვერ დაუშლი, უნდა ჩააგდოს რა თქმა უნდა. დაბლა სიბინძურის მაგრამ როგორც რო სხვა მოიტანოს ქვეყანა ნაგავი და ჩაყაროს, ეგრე არ შეიძლება დედა. ზღვებს მოაქვთ ქვეყანა ნაგავი, გაივლიან მანქანებით და კრიან. არა დედა,
დაბლა დაყრას ჯობია რომ იქ რო სავსეა აქ მოატარებინ გიორგი იქ სავსე აქ მოშვებიან ბევრჯერ წამოღია ჩვენ გონოთ არ არის ნაგავი არ დგას მე დგას როგორ არა მაგრამ იქ რო სავსეა აქ გონიათ цаრიელა მე აქ რო სავსე არის იქ გონიათ цаრიელა და ასე მიაბდო ჩვენ ხო დაგკონდა მაგრამ ვერავის ვერ დაუშლი უნდა არის და უნდა ჩააგდოს ისთვის არის ის უნდა ნაგავი უნდა ჩააგდოს მაგრამ გადავსებული როცა არის ის უნდა აღარ უნდა ბევრჯერ შემომიტრიალებია მე ნამდვილად ნაგავი არ უნდა ჩადო ხო და გადავსებული რომ ხო ვიძახი არ მე უნდა ჩადო ჭიშკართან რომ გავსულარ და ნაგვის ის და გამიხადია სავსე არის სავსე აღარ წამიღია აღარ წამიღია ისევ შემომიტრიალებია და დამიდია იქ ისევ სადაც საიდან დამიტოვია სახში მაგრამ ზედმეტად როცა სავსე აღარ უნდა ჩადო რომ ყრიან მე ეს ძაღლი უბედურება და მე აი სულ შესახედია უბრალოდ თორე აი ჯანდაბას არასასიამოვნოა ის სიბინძურე რო არის იმაზე რა ქვია ქუჩაზე ვერავის ვერ დაუშლი ნაგვის დაყრას მაგრამ რა სისულელია არც არავის დაუშლი და არც ზედმეტს არავის არ ეტყვი მაგრამ უბრალოდ სავსე როცა ნამდვილად აღარ უნდა დააყარო დაშლით უნდა დაუშალო იმიტომ რომ ყველაფერს შიგნით ყრიან კატავი მოუკვდება შიგნით აგდებენ კატავი იმ დღეს აი დაბლა კატაიგდო კუდარი კატა მოუტანია ვიღაცა და ჩაუგდია შიგნით ნაგავი როცა ვიღი გუში თუ გუში წირიყო გუში ო კატაიგდო ყველაფერს შიგნით ყრიან ხალხო იმ დღეს ბოდიში თქვენთან და საჭირო ოთახის გაღალდები ტოვალეტის გაღალდები ჭუჭიანი გამოუტანია ვიღაცას და ჩაუხრია იმას უკარი წაიღებს არა იმას ქაღალდში უნდა გააღვიო ის უნდა გააღვიო პარკში ცელოფანში და ისე უნდა გააღვიო ცელოფანში და ჩადო ისე ან დაწვა კიდე ბოთლები გააქვთ იმას აშვებიან იმის რა ქვია ვაზის გასხავენ ტოტები გააქვთ მაგალითად იგივე არც ვაზის ტოტი გამიტანია იქა და არც ფოთოლი და არც ბალახი სულ ბოლოში ჩამაგ დღეს ჩემ ქათმებს იქალო დორ გარმონი ქონდა ნადიმი ქონდა თქვი თინდენ ბალახი ჩაუტანა ბალახი ჩაუტანე ორჯერ ზედიზე იცი რომ ეგ ბალახი იყო გიორგი მოვტიბე ასე გოგონა ასეთად გაგორა ორი ბულულა ახლა წამოვალ აქ ხნახევარი აქ გასათიბიო მე იგზევით უნდა გავთიბო მე ქვევით არის გასათიბი მე ქვევით უნდა გავთიბო და ალბათ ზუაც გაილევა და მე რაღა მიშულება მე აღარ ვიცი ის უნდა ვიყიდო დისკი თვითონ დავისი ხო მოაძრე ის დისკი გიორგი და უნდა ავანახო ესეთი დისკი ხო არა გაქვთ თქო თორე გვინდა კაცო დისკის გარეშე ვერ ვისამთ ხვალდილით როგორც ავდგები ცოტა ადრე ავდგები და დავიწყებ გავთიბო მაგრამ და სანამ დაცხება მე რუცხელა ხალხო ვეღარა ვთიბა მე ზეც მანათებს და სულ შავდები და გიორგი ვაიმე დღეს ის კაცი რო არის რა ქვია არ უნიო თუ ვიღაცა ასე თითები ხო არასწორია აი ასე ხო არასწორია აი ასე რო იზამ რატო არის სწორი ესე სწორია მე რა ვიცი ესე არასწორია ხო ვიღაცა საჩვენე ესე სხვა ის არის რა ქვია სხვა განლაგება აქვს და აი ესე ხო არასწორია ხალხო აი ეს თითი მაღალია ეს არის მაღალი ხო არასწორი თითები ესე რო იზავს ის არის ესე რო იზამ სწორია რატო არის ახლა იგერი რატო არისო რა და წდება ვიდეო მე აღარ არის როგორ ისო თქვი თქვა თვითონ ლაპარაკო და ვიღაცას თქო თანამშრომელია იქ ხომშავს სადღაც არის სადღაც ციკლები გამოუშვა ხო და სადღაც ხომშავს და თან ჭხილები იმ ხარ დიდი და რა აბა ჭხილები გაკო რა არის ეს და აუ ჩემ დაანახათ ხელი ესე ხო სწორიაო ესე ხო არასწორიაო ასე არასწორიაო ხო უთხრა აი ასე რატო არისო სწორიო და დამთავრდება ვიდეო მე და რატო ხდება ესე რა ვიცი აი ახლა უყურე აი უყურე ესე სწორია ესე რო შვები და ესე არასწორია ხო ესე რო შვები სწორია სხვადასხვა ზომა თითებს ეს არის ყველაზე მაღალი ხო ყველაზე დაბალი ეს არის ხო ეს არის ცოტა მომთრო ესეც ის არის აი ესეც ის არის არასწორი უყურე ამ თითთან და ამ თითთან არასწორია
ხო მე რა ვიცი ესე რატო არის ესე თითები? არასტორია და სწორია. ხო, აი რა არის? ნეტა რა ისი იყო დამთავრება ვერ გავიგე რა. ხო დამთავრდა ვიდეო, ეგ რა იყო ახლა ვითომ? მე რა ვიცი მაგარაც ხომ არა ურია ხომ არ გადაეტო შემთხვევა აი ესე სწორი და არასწორიო და. ესე არის არასწორი ესე არის სწორი ხო და აი გამიკვირდა მეთქი და დამთავრდა ვიდეო რა რატო ხნა ესე ვერ გავიგე. ხო უნდა ახსნას. მაგრამ არ ახსნა. ალბათ კიდე ახსნის მე სხვა ვიდეოში ალბათ რა ვიცი. მაგრამ ხორციგნის გამოუშვა. სხვათა შორის ძალიან ძლიერი ის არის ექიმი. ძალიან გაყიდვადი ციგნია სხვათა შორის. კი. პარტიები მიდის. გამოშვებას ვერ აცდის კაცი. პარტიები მიდის და მიდის. ნეტა ძვირია. კაი ციგნია სხვათა შორის. ყובה უნდა დაიწყო იმით რა ქვია ბოსტნეულით ჯერ. უნდა ჩააფინო ბოსტნეული. ქვეშ. მერე კვერცხი ნებისმიერ გინდა შემწვარი და გინდა შეუწყარო მოხარშული. ცხინთან ერთად თავისთავად ნებისმიერი შეგიძლია შეჭამო. მაგას არა აქვს მნიშვნელობა. ცხიმით სჭირდება თავისთავად იმას ორგანიზმს. როგორც ცხიმი, ისე ტკბილიც უნდა. ყველაფერი უნდა აბსოლუტურად ორგანიზმს. ისიც უნდა რა ქვია. ზომიერად უნდა, ისიც უნდა რა ქვია, ტკბილიც უნდა, ისიც უნდა, ესეც უნდა. ზომიერად უნდა ყველაფერი. მაგრამ აი წარმოგიდგენი, აი ასე და ასე. გავყვიდი მეთქვი რა საყოდო 9 ჯერ მოსქვენი მეთქვი რაზე წდება ვიდეო მეთქვი გადავიდი. დავანებე თავი მე ბოლო შევეშვი მეთქვი ეს რა მაიმუნობს რაღაცას მეთქი. ხო და აი მართლა მეც დამაინტერესა და ვიძახოდი დღეს გიოს ვეთქვი მეთქი და ვერ მოვედი და მავიწყდა მე და ახლა გამახსენდა. აი არასწორიო. აი სხვა არასწორიაო თითები. ხო არასწორიო. ასე რატო არისო სწორიო იმ გოგოს ეკითხება და ხო სწორიაო. ესე ხო სწორიაო და ხო ის გოგოც ეუბნება თვითონ იმ გოგომს გააკეთა ჩხილები უშოლებელი ქონდა აქ ჩამოვიდა იმ ჩხილები. ხო და და რა თუნდა თამხელა ჩხილებს რო იკეთებ ცოტა მოკლე რო გაი პატარა რო გაიკეთო რაში. ხო პატარა იმ ხელა რაში რა უხრობა თუნდად. ამ სიგძე ქონდა აი ზუსტად ამ სიგძე და აი ასე ხო მოხარა. ასე ხო გააკეთა ხელი. ასე ხო გააკეთა ხალხო ხელი. მე რომ მოხარა ასე თითები, აი ასე რომ მოხარა თითები, აი ჩხილები აქ ჩამოვიდა. დიდი ჩხილებია. აი ამაში, აი აქ. აი ზუსტად აქ ჩამოვიდა, აი აქ. გადმოეფარა ამ იმას რა ქვია. აი მაჯას. რა საჭიროა ეს ამხელა ჩხილები რა თუნდად? ცოტა ისეთი გაიკეთო რომ ხალხო ვიძახი რომ ჩხილებს გავიზდი მეთქი, გავიზდი. ვერ შვები, იცი? საქმეს რო ვაკეთებ, დანა რომ იკავე. არ არსებობს იმ გაზდი ჩხილზე არ ჩავიზდყა. ჩავიჭრი, ვერ შვები, ვერ ვიზდი. საქმეს ვერ ვაკეთებ, ქვაბს ვერ ავხეხავ. და მე კიდე არ შემიძლია. ზოგს მაგალითად ყველაფერი შეუძლია ხა შილაკი შეიძლება რომ გავიკეთო გიორგი, შეიძლება იმას ქნა რა ქვია. აი შილაკი ნამდვილი ჩხილი ხო არ არის? ხო, შეიძლება გახეხვაში და იმაში შეიძლება ისა და კიდე ის ჩხილი თავისთავად ტყდება და ოი წუთში ახლა ჩხილების იმას მომაძულა თავი. კი, ახლა ვისწორებ, ვისუფთავებ, იმასაც ვიჭრი, იმასაც, მაგრამ ახლა გძირ ჩხილს ვერ ვგულობ და კი ვგულობ, მაგრამ აი საქმეში ვერ მომდევს ის დიდი ჩხილები. ხან იმ სახეზე გავაჩვი თავი იმას ჩხილებს, ხან ამ სახეზე, ხან ბალახს რო წიწკნი ვაკეთებ. მე რაც მე იმაშვები რა ქვია. სულ წიწკნი და ეჩემს უმეჩხუბა ხელთათმანი გაიგე. არ შემიძლია ხელთათმანით მე ჭურჭელსაც ვერ დავრეცხავ და ვერც გარეთ ვერ ვაკეთებ ხელთათმანით. ხალხო რაც გინდა მითხარით. არ შემიძლია. აი მიწასაც აი ყოველსაც რო ჩავგავო, ზოგს ხო შეუძლია რომ ხელთათმანები დამოთხაროს, გადამითხარ. არა, არ შემიძლია ვერ ვიზა. რაღაც ხელები მიბლუკება. მე ჩემ გიორგი შეუძლია ხელთათმანების გამოყენება. ხო შეგიძლია შენ. მე მხოლოდ სამუშაოზე. მე ბლუკება ხელები, მისრიალებს, ასე მგონი უნდა გამიცვინდეს ყველაფერი თქვა.
და კიდე რეზინის ხელთათმანები სპეციალურად ყიდულო ვიყიდე 3-ჯერ 4-ჯერ აი აქამდე რო არის. რო ჭურჭელს ამითი დავრეცხავ რომ ჭხილებსაც მოული და აღარ გამიფუჭდება. რა ჭხილებს? რა დეჯე გავტეხე ტეფშიც ხალხო ხაჭიკა. დეჯე გაუსრია და ხალხო ტეფში. და ჭიკა. იმ დეჯე გატეხა მაგ ხელთათმანები ტეფშიც და ჭიკაც რო რა ვიცი. მე მოვიწვიტე, გადავყარე და ვანებ თავი ჯანდავა და დოდა. აი ჩვეულებრივი რეზინის ხელთათმანები სამედიცინოს რო ვიკეთებ. ხო ელემენტარული ხო ვიკეთებ. მაგ ქვეყანა მაგ. იხევა ეგეთ. იხევა დახევაზე კი არ არის გიორგი. ვერ ვიყენებ მისრიალებს ჭურჭელს, ვერც მაგას ვერ ვიყენებ. ასე მგონია ხელები მაგ ის მეთქი რა ქვია. გამომშრალი რაღაცა იმართება ჩემ ხელებს. ზოგი შეუძლია რომ საჭველი ჩვეულებრივად გააკეთოს იმითი ხელთათმანით. ხო კი მე ვერ ჭარხალმა იცის ხოლმე გამიწითლებს ხელებს თითებს ვერა ვერც ჭარხალზე ვერ ვიყენებ რა ეს რა გლაღათა მოგვე ჩავშვიდე ვერაფრით ვერ ვიყენებ აი რაც მართალი ვერ ვიყენებ ზოგი ხელთათმან სიმაშვება იყენებ შვენივრად მე დღეს იმითი იმას ვქენი მომუშავი რა ქვია ხელთათმანის გარეშე ვერ ვაკეთებ ხელთათმანით და მომკარდა მაგლა თვითფრენა ისეთი ხმა ხო ურაჭაში ხოლმე ეგრე აი მოდენა ჭილი კიდე რა უბედურება უშოლებლები რო უწუხს გეფიცები გიორგის ასე თითები რომ მოღუნა გადამოვიდა ჭხილები აი ამან რა იყო იმ ხელა ან კლავიატურაზე რაც იშვებოდა თან ის ქონდა კომპიუტერი ედო წინ და რა თირას აშვება ან ტელეფონი როგორ უნდა ასკროლო ან მესიჯი როგორ უნდა დაწერო მაგრამ მიჩვევაზია ალბათ გიორგი ალბათ მიეჩვე იქაც უთხე რა აბავიახე ხიე ასუგადად საჭმელს როგორ ჩავე მე თავი როგორ უნდა დაიბანო იმითი თავი მარტო კი არა ან მაგიას რო იკეთებენ ხოლმე როგორ უნდა გაიკეთო ხო უნდა გაიხარო ისინი აქ თითები ჭილე თვალში მესმის ნორმალურად ჭილიც ყოხტა არის განაცუდია მომწოს გძელი ჭილები ლამაზია მაგრამ იმ დღეს ვიღაცა რაღაც TikTok-ში ამომიგდო რაღაცა ვიდეო ინდური ვიდეო ამომიგდო პატარცალი იყო ემზადებოდა იმისთვის ქორჭილისთვის იკეთებდა მაკიაჟს ხო და ის ვინც მაკიაჟს უკეთებდა იმ ხელა ჭილები ქონდა მე კი ქალო შეუპატრონო არ გაუყარო მაგას და დაფსობილი იმ ხელა ჭილები ქონდა ხალხო ესე მეგონა თვალს დათხრისა თქო კურსაც კარგად გამოიწმე და კი კარგად ნერვეთუბენ მეგოგიშლეს კარგად პიტაპირ თვალებში ებდღონე იმას თემოს კარგად გახსნი და აღარ დაგჭირდება თემოს ამბოქსი გამოკრავ იმას ჭხილს და გაიხსნე დაიწყება პრიწინი ხო რა ვიცი მე რო კარგოდ გასვიცვამს ისედაც მეპრიწება და ჭხილებში თუ გამეპრიწება კი აღარ ჯავიქცვა ისე რა თუ იხევას ვლეს კარგოდ აი მე სტუდენტი რო ვიყავი ხოლმე გიორგი ჩავიცვამთ კიდე კაი 6-4 წელს პირველობდი და არ მოვშობოდი ამოვიცოდე ისე და ამოვიწევდი ესე მაგრა ვიცოდი ამოკაჭ ამოგვია პრიც წავიდო და პიტომი ასე შვება თან აქედან იწყებს ასე ბოლომდე პრიცი ნამოა გაიხევა გავიხდიდი იმას შავნის შიგნი ვიყენები ხოლმე მაგრამ ისიც ერთხელ ისე და შემომეხა კარგოდ გიორგი ისე შემომეხა აი ახალ იმის უკან შავლის უკან ვიცვამდით ხოლმე სახში ვიცვამდი ხოლმე შავლის ქვეშ რა შემცინოთ ისე შემომეხა კარგოდ შემომეხა რომ რა ვიცი მე ძლივს გადავაგდე და ჩემი უნივარ რა გაწვია მოაშური ეკიდან
ხო, პრიწინი, დავაწყებინები პრიწინს რა ვიცი. იხევა მე რა ვიცი. ახლა ნასკები მეხევა კიდე. ფეხსაც მე ბოტასში რამეში რო ჩავდრო. აი მე დავიღალე ხალხს მე ნასკები იხევა სულ. მე პრიწება უცბად ნასკები. პრიწის დააწყე, დავაწყები იყო. ციმე სულ დავიტყოლე. ეცერა, ციმე დავიტყე. ეცერა. აი მე ფეხი ფქივა ხალხო ის არის თუ ფქივა დავიგე. გაცივდი. მე და ჩემაღმერთმა გაცივდი. აი ესე მგონია რომ დაცემული ვარ თქო და მაგრამ არცად არ დავცემული ვარ. და ბეჟილი გაქა. ხო. დაიწყებს პრიწინს. მაგრამ ერთი კარგად გამქონდა გიორგი. იმნაირ გაუხეველი იყო მე ის არაფერი მინახე. უი 50 სულად ამასობაში. წავიდეს დედი. იმნაირ გაუხეველი ის მაგარი რაღაცა იყო, რა ვიცი, საიდან ვიყიდე რანაირად ვიყიდე ვერ ვიცი. თელი ზამთარი მეცვა. კაი იყო ისა, მაგრამ ხან ზოგი უცბად იბრძებოდა. ადამიანს ხდებოდა кейსიც უნდა გამოვიწერო. მოდი ახლა დავიშვი. თორე აი ამ кейსით ხო ხალხო. ტელეფონს გავტეხავ. აბა ხედა აბა ხო ხალხო. დიდი მადლობა ჩვენი უაზრო ხანი გადავხტით, ხანა გადმოხტით, ხან იქ მივხტით, ხანა მოხტით. მოსმენისათვის, ძალიან ხო? ყურებისათვის, რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის და დალაიქებისთვისაც და კომენტარებისთვისაც და ყველაფერისთვის აბსოლუტურად. ისე მოწერისათვისაც და ასეც და ისეც და ასეც და ისეც, რა ვიცი. კარგად იყავით, მაგრად იყავით. დიდი მადლობა ყურებისათვის კიდევ ერთხელ და ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის და უფალი იყოს თქვენი შემწე. და ისევე ჩვენი კიდე. და გეშტოვით მომოვიდე ხალხო, იქ გავხედე რაღაცას. აბა კარგად იყავით, მაგრად იყავით. მე ისევ ესეთი ხმა მაქვს, ალბათ მოვა. მოვა და ესაწავა. ბაი.